აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ასევე შემდგომი რეაგირების მიზნით გაეცნო დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს. ინფრასტრუქტურული პროექტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით იქნა განხორციელებული. უამრავი სამუშაო განხორციელდა დევნილთა ჩასახლებაში. ეს ერთ-ერთი სამხედრო ჩასახლება არის თვალსაჩინო ნიმუში, როგორ განხორციელდა ეს ვთქვათ გადახურვა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა. ჩვენ ყველა მხრივ შევეცდებით, რომ ამ კუთხით ვიყოთ აქტიურები და აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო მზად არის ყველა მხრივ დევნილთა ინტერესების კუთხით იყოს აქტიურად ჩართული. პრობლემა საკმაოდ ბევრი მოგვარდა. პირველ რიგში რომ გზა დაგვიგეს, არ დარჩენილა ჩვენს მიერ წამოჭრილი საკითხები მოუგვარებელი. დღეს მივიტანეთ ერთი პრობლემა, ანუ 201 და 203 კორპუსის საკანალიზაციო ჭებისა და მილების ავარიული მდგომარეობა.